70%-ზე მეტი ადამიანი წყლისაგან შედგება. წყალი საერთოდ ძალიან საიდუმლოებით მოცული სტიქია. არ წერია არსად, როდის შეიქმნა წყალი. ხო, ფაქტია, რომ ეხა ისიც ღმერთის ქმნილება და ღმერთთან შექმნა, მაგრამ რაღაცნაირი თავდაპირველი სტიქია, დასაბამისიერი. წერია, რომ შექმნა ღმერთმა მიწა, შეიქმნა ცა, შეიქმნა იქ ფრინველები, ცხოველები, ყველაფერი. წყალი როდის შეიქმნა, არსად არ წერია. წერია, რომ როცა შექმნა ღმერთმა ეს სადა მიწა იყო უსახურიო, ბნელიო და სული ღვთისა იძროდაო, იქცევდაო წყალთა ზედაო, მაგრამ წყალი როდის შეიქმნა არ წერია. ჩემი აზრი მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ ძალიან ღვთიური სტიქია. ქართული ენაც ხომ საიდუმლოებით მოცული ენა. ქართულ ენაში ცხოთაშორის აი წყალთან დაკავშირებით, წყალობა, რომელიც ღვთისაგან მოდის ჩვენზე, მოწყალება, რომელსაც ჩვენ გავცემთ, თქვათ, ხა სხვა ადამიანის მიმართ, საწყალი ადამიანი, რომელსაც აი ეს წყალობა ჭირდება ღვთის